სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრების 47 წლის თავს ულოცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ფიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს ზილია მეორეს ულოცავ აღსაყდრების 47 წლის თავს. განუზომელია თქვენი ღვაწლი და დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის სულიერი ამაღლების საქმეში. საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის როლის გაზრდა თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა და უდიდესი ავტორიტეტის შედეგია. თქვენი მოღვაწეობის პერიოდში აფხაზეთის სახელის უკვდავსაყოფად გაწეულმა შრომამ, განხორციელებულმა უმნიშვნელოვანესმა საქმეებმა, მათ შორის ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ხელმძღვანელობის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ, ასევე აფხაზეთის დღის დაწესებამ კიდევ ერთხელ განამტკიცა საზოგადოების აზრი და მოლოდინი ქართველებისა და აფხაზების ერთიანობის შესახებ. მჯერა რომ თქვენი ლოცვა-კურთხევით უახლოეს მომავალში აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გაერთიანდება საზოგადოება და ახდება ჩვენი სანუკვარი ოცნება, ყველა ერთად დავბრუნდეთ აფხაზეთში. თქვენო უწმინდესობავ, ჯანმრთელობას, მხნეობასა და სულის სიმტკიცეს გისურვებთ, ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ.